გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე. პარლამენტის შენობის ფასადზე კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ფოტოები განათავსეს. გლოვის დღეები ქვეყანაში პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონში დაკრძალავენ. კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას დაესწრება მსოფლიო პატრიარქიც, კვირას სამებაში მსოფლიო პატრიარქის საგანგებო ლიტურგიას აღავლენს. დღეს 20 საათზე ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე აწყობენ პატრიარქის ნათლულები. ილია მეორის 50,000-მდე ნათლული ხავს. სამების საკათედრო ტაძარში კი სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. გიორგი აბაზაძეა სამებიდან პირდაპირ ეთერში. სამოქალაქო პანაშვიდის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სულის მოსახსენებელი პანაშვიდები, რომელსაც სასულიერო პირები ერთმანეთის მონაცვლეობით ატარებენ. ხალხის აურაცხელი რაოდენობიდან გამომდინარე კი ტაძარში მოწყობილია კორიდორი, მოქალაქეები გადაადგილდებიან გაუჩერებლად გაუვლის რეჟიმში. მშობლების შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რამდენიმე თაობა მოდის, რათა პატივი მიაგოს უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას და გამოემშვიდობოს მას. პანაშვიდზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი ადამიანი არ ტოვებს ტაძარს ცრემლის გარეშე. სიმშვიდე და სიბრძნე იყო პატრიარქის მთავარი თვისებები. მისი სიტყვა არასოდეს იყო ხმამაღალი, მაგრამ ყოველთვის აღწევდა ყველა ადამიანის გულამდე. მისი ქადაგებები კი არასდროს იყო უბრალოდ რელიგიური ტექსტები. ეს იყო ცხოვრებისეული ქვაკუთხედი, სადაც მთავარი ღირებულებები იყო სიმშვიდე, სიყვარული, მიტევება და პატივისცემა. სწორედ ამ შინაგანი თვისებებით მოახერხა უწმინდესობა და უნეტარესობა ადამიანებისთვის დაებრუნებინა იმედი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებოდა. დაშინელება სამძიმეა. ძალიან დიდი ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდი ადამიანი. ამასთან ნათანობით მიუხვდებით ჩვენ. ქართველებისთვის ბედნიერი იყო ასეთი ადამიანი ყავდა და მაგრამ ახლა ესეც მიხარია, რომ ასე ყვარები ვარ მთელ ჩვენს ქართველობას, როგორ ყვარებია, როგორ თურმე ჩვენი პატრიარქი ასე დაფასებული და კეთილშობილი. გარდთან ერთად რაღაცა იმედი, ისეთი იმედი, რომ 100 ჯერ კიდევ უფრო მეც შეძლებს უწმინდესი ზეციდან ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებას და ჩვენი სამშობლოსთვის. ჰელიერი გაერთიანდა ფაქტურად და გაერთიანა კიდევ ერთხელ ჩვენმა პატრიარქმა. ვაცილებთ პატრიარქს და ვაცილებთ საქართველოს ისტორიის რაღაც ნაწილს, რომელიც არასდროს აღარ განმეორდება, რომელიც ყოველთვის დადებითად გაგვახსენდება. ეს იყო პატრიარქი, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სათნოებას, სიყვარულის სათნოებას. ნამდვილად. ანუ სათნოებების სათნოებას, რასაც ვქვია, თავდადებლობა და სიყვარული, აი ეს არის აღმატებული. ხედავთ, რომ ადამიანთა რაოდენობა იზრდება ყოველ წუთს, არ წყდება ხალხის ნაკადი, რეგიონებიდან მობრძანდება დიდი რაოდენობით ადამიანები, ეს თითოეული ნაბიჯი ამ ხალხის არის სამადლობელი ძღვენი უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის. ჩვენ მთელი ერი მადლიერი ვართ მისი, რადგან პატრიარქმა ჩვენ გვაჩუქა ეპოქა, რომელ ეპოქაშიც ქართველი კაცი დაუბრუნდა ქრისტეს დედა ეკლესიას. პატრიარქი ყოველთვის ქადაგებდა სიყვარულს, როგორც უმაღლეს ღირებულებას. 1977 წელს პატრიარქად გამორჩა უცხოაფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. ეწოდა ილია მეორე, გამომდინარე იქიდან, რომ ილია პირველი საქართველოს ეკლესიას მე-4 საუკუნეში მართავდა. პირდაპირ ეთერში გიორგი აბაზაძე საუბრობდა. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილის და გონაშვილის ქუჩებზე. სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ასევე ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით, გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან
სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილის და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით, დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. პროცესში ჩართულია თბილისის მერიაც. 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვისაც. მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც, დაინიშნება დამატებითი რეისები. დაინიშნება დამატებით მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რომელიც ასევე უფასო იქნება მგზავრებისთვის. ასევე საქართველოს რკინიგზა ამავე რიცხვებში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გაუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს 21-22 მარტს შაბათ-კვირას თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ჩვენი პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის სურვილებისათვის 21 და 22 მარტის ჩათვლით ჩვენი რეისების თბილისის მიმართულებით ყველა ეს რეისები შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ, ასევე ჩვენ გავაკეთეთ დამატებითი რეისები ზუგდიდიდან, ფოთიდან და ბათუმიდან. შესაბამისად ეს რეისებით ამ პერიოდში შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ. როგორც შაბათს, ასევე კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, დაწესებული ინტერვალებით და დროებით. ასევე ეს ვრცელდება მეტროპოლიტენზე, რომელიც ასევე ორივე დღეს 6-დან საღამოს ღამის 12 საათამდე მოემსახურება მგზავრს. აღნიშნული მგზავრობები განხორციელდება უფასოდ. კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა. ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესამსახურე ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი. ხელისუფლების პირველი პირების სამძიმრის წერილებს იღებენ პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა თურქეთის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეებისგან მიიღო სამძიმრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ. სამძიმრის წერილს აგზავნის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაც. პატივცემულო პრემიერო დიდი მწუხარებით შევიტყვი, რომ 17 მარტს ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს უცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს. დიდი მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათა შორისი დიალოგის ხელშეწყობაში. აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისგან მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს. დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა და პირადად ჩემი სახელით მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია მეორე საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის გამტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და
ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენ ვაღმადებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართული ხალხის მიმართ. რენესანსის ეპოქის პატრიარქი ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდეს. მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის სრულად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ვაშინგტონის მთავარ ეპისკოპოსი ტიხონი. სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ მთელი თავისი ცხოვრებით მისმა უწმინდესობამ განასახიერა სახარება, რომელსაც გადაგებდა. სამძიმრის წერილს ავრცელებს ბულგარეთის პატრიარქი. ის იყო სანთელი, რომელიც ყველას უნათებს. პატრიარქი ილია მეორე ნამდვილად ღვთისკაცი იყო, ნათქვამია წერილში. საქართველოში წმინდა საყდრის დესპანმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ილია მეორის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართველი საზოგადოებისთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა ბელგრადში საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სერბეთის პატრიარქმა. მიტროპოლიტ შიოს წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა იგნატიოს აფრემ მეორემ. ტირანის დურესის და სრულიად ალბანეთის მთავარ ეპისკოპოსი იოანე კი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორე გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით და მრევლისადმი სიყვარულით. მისი უწმინდესობის ხანგრძლივი და ღირსშესანიშნავი მოღვაწეობა, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, არის ერთგულების სიმტკიცისა და სამწყსოსადმი სიყვარულის ღრმა დასტური. 10 წლეულების განმავლობაში ის მართავდა საქართველოს ეკლესიას დიდი განსაცდელისა და განახლების ჟამს. უფრთხილდებოდა მის ერთიანობას, გადამტკიცებდა მის აღმსარებლობას და კვებავდა მრევლის სულიერ ცხოვრებას. მისმა მსახურებამ წარუვალი ნაყოფი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, სადაც იგი საყოველთაოდ აღიარებული იყო როგორც მამა მღვდელთავართა შორის და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი აღმსარებელი. მთელი თავისი ცხოვრებით მისმა უწმინდესობამ განასახიერა სახარება, რომელსაც გადაგებდა. მის პიროვნებაში ბევრმა დაინახა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წმინდა ტრადიციის ურყევი ძალის ცოცხალი მოწმობა. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია უერთდება თქვენს გლოვას და ამავდროულად მადლობას წირავს ღმერთს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის. ჩვენი სამღვდელოება და მრევლი, რომლებიც მას მუდამ დიდ პატივს სცემდნენ, მისი უწმინდესობის სახელს მადლიერებითა და მოგრძადებით შეინახავენ. გჯეროდეთ, რომ ვლოცულობ მისი სულის მშვიდად განსასვენებლად. დაეუფალმა დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახური ნათელსა და შვების ადგილას, სადაც არ არის ტკივილი, მწუხარება, არც სულთქმა, არამედ ცხოვრება საუკუნო. იყოს ხსენება მისი უგუნისამდე. ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში 1977 წლიდან დღემდე ღვთისნების აღსრულებაში ის ისეთი სიყვარულითა და თავგანწირვით ზრუნავდა მართლმადიდებელ ქართველ ხალხზე, რომ დაიმსახურა ყველა ადამიანის პატივისცემა და სიყვარული თავის მიწიერ სამშობლოში. ასევე ჩვენი ყველას მისი ძმებისა და დების ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან აღტაცება და მოწიწებული პატივისცემა. ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი, გზამკვლევი ვარსკვლავი და გამაერთიანებელი, მაგრამ ასევე ნათელი და შთამაგონებელი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის. ის იყო სანთელი, რომელიც ყველას უნათებს, რადგან თავისი გულის კეთილისაგან ძურიდან მხოლოდ კეთილი გამოჰქონდა. პატრიარქი ილია მეორე ნამდვილად ღვთისკაცი იყო. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, არამედ მუდამ აღელვებითა და მადლიერებით გავიხსენებთ პატრიარქ ილია მეორის ძმათმოყვარე მხარდაჭერას კანონიკური ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. ნეტარხსენებული ბულგარეთის პატრიარქ მაქსიმის ხელმძღვანელობით ბულგარეთში მომხდარი მძიმე განხეთქილების დროს. ამ ურთულეს პერიოდში შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ქრისტეს მიერი ძმის, ქართველი ხალხის მარადსახსენებელი მამისა და მწყემსმთავრის, ნეტარხსენებული პატრიარქი ილიას ქრისტეს მიერი განსვენების შესახებ. თუმცა ჩვენ არ ვგლოვობთ როგორც უიმედონი, არამედ გვწამს ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის. სრულიად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს უცხადებთ სინოდს სამღვდელოებას, მონაზვნებს და საქართველოს ეკლესიის მორწმუნეებს, მათი დიდი მწყემსმთავრის აღსრულების გამო. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ განუსვენოს თავისი ახლად შესვენებული მონის, პატრიარქი ილიას სულს მართალთა სავანეში, სადაც აღარ არის ტკივილი, აღარც მწუხარება და არც კვნესა, არამედ ნათელი და მშვიდობაა უსასრულო. საუკუნო იყოს ხსენება შენი ნეტარებისა და მარადიული ხსოვნის ღირსო ჩვენო ნეტარო ძმაო ილია. კვიპროსის ეკლესია გულთბილ სამძიმარს უცხადებს დაძმობილებულ საქართველოს ეკლესიას, მის სასულიერო პირებსა და ხალხს და ლოცულობს, რომ უფალმა დაამკვიდროს ნეტარი პატრიარქის სული.
ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მე ყოველთვის ვსტუმრობდი მას საპატრიარქოში და შევნიშნე, რომ ის საყოველთაო აღიარებით სარგებლობდა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური სფეროდან, ასევე ხალხისგან. ის ყოველთვის დიდი სიყვარულით მღებულობდა საპატრიარქოში და საინტერესო საუბრები გვქონდა. ერთხელ ისეთი რამ თქვა ძალიან შემრცხვა ხელზე მაკოცა და მითხრა, მე ცოდვილი ვარ, რითიც თავმდაბლობა გამოხატა. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისით. პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმინდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით ვაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და 6 პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში. თქვენო მაღალო ყოლად სამღვდელო ესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ მე-14 საქართველოში წარმომადგენლობის სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად უსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო, საუკუნო განსასვენებელი და უმკვიდრე უფალო და ამყოფე მარადიულ ნათელში. განსაცდელისა და ცვლილებების ჟამსის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულოს სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს. ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით უსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას წმინდა სინოდს და მთელს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ილია მეორემ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს თავდადებითა და კეთილგონიერებით უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას. სამძიმრის წერილს აქვეყნებს უზენაესის სასამართლო. წერილში პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზეა საუბარი. უდიდესი დანაკარგის მოწმეა ჩვენი სამშობლო. სიტყვებით კი უდლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველოს და თითოეული მისი შვილი განიცდის. დაგტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორემ. ფასდაუდებელია კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო ეპოქალური ადამიანი. საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით. თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა. ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაემკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი. რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება. თუმცა გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი და უცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან. უფალმა დაუმკვიდროს სათასასუფებელი ჩვენს დიდ სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს. კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა თელავში ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში ღვთისმსახურება დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა ჩაატარა. გაიხსენეს პატრიარქის განვლილი წლები და ისაუბრეს მის ღვაწლზე. მთელი ერის მწუხარებაა, მაგრამ სასუხარულო და სანუგეშო ის არის, რომ ერთი მლოცველი და მეოხი, დიდი მეოხი ჩვენი ერის შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი არის ისეთი ადამიანი, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული და მაგალითია თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს და მით უმეტეს სამღვდელო მღვდელმთავარს პატრიარქს თავისი სამშობლო. მე მინდა მთლიან საქართველოს არის მოსამძიმრო ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ჩემთვის ძალიან მძიმეა თან. ჩემი სამშობლის ნათლია იყო და მიჭირს ამ თემაზე საუბარი და უზიარები. ნამდვილად დაუკარგეთ სულიერი მამა ჩვენი სამშობლოსი. ძალიან დიდი ადამიანი, რომელიც იყო სიყვარულით სავსე ხალხის მიმართ იყო ძალიან საუკეთესო ადამიანი, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი. ძალიან გული მტკივა რომ ესეთი ადამიანი დაეკარგა, წავიდა დაგტოვა, მაგრამ გონია რომ მაღლა ისიქთან ჩვენ დაგულოცავს და ჩვენ დიდებას და საქართველოს ისევ გადაარჩეს მისი სული.
ტრადიციები, რომლებიც პატრიარქის სახელს უკავშირდება. ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო და შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შვიდგზის ლოცვა, რისი მიზანიც ერის სულიერი გაძლიერება იყო. არ გრძალავდა რამეს, არამედ გაჩვენებდა რა არის კარგი. არჩევანი შენზე უნდა იყოს. იმის გამო რომ დაენახებია რა იყო კარგი და საითკე უნდა იაროს ადამიანმა, დაენახებია ისიც რომ ის იდეოლოგია, რომელიც ასე მოდის და პოპულარული ხდება, არის სიმახინჯე. ეს არ არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ ის რაც ღმერთს სამყაროში არ შეუქმნია ასე ფუნდამენტურად და არ შექმნილა ის ყოველთვის ადამიანის საწინააღმდეგო იქნება. მისი რაღაც სამყაროდან არ გამოსული იყოს, მისი ბაგეტაგან, ნაზრევიდან, ხო, როგორ საიდან მოიფიქრა ესეთი რამე, რომ დემოგრაფი როგორ გავზარდა. თუ ყველას რაღაცა ესეთი აკრძალვების თუ დაძალების ფორმები ქონდა. არაფერი. თქვა რომ მოგინათლავთ შვიდს. მაგრამ იქამდე სანამ ეს არაფერი იქნება, მისი 8 წლია მაშინ ალბათ 30 წლიანი, 35 წლიანი პატრიარქობის 8 წელი. ის დიდი სიყვარული, რომელიც მან მოიპოვა ალილოზე, უნდოდა რომ ძალიან მხატვრული ყოფილიყო. აი, ძალიან მრავალფეროვანი. ამიტომ რეჟისორები მოიწვია. მათ თხოვა რომ რაღაცა ეს დეკორაციები მოეწყოთ, კოსტუმირებული ყოფილიყო, რაღაცა ეს საერო მხარე რო წარმოჩენილიყო. ჩაუყარა საფუძველი სანთელის დანთებას, ხო? ყველა სახშირო ქრისტემ მოიწვიო. და პირველი რაც გავაკეთეო, თვითონ ამბობს ამას, ხო? რომ აი ხალხის დაახლოება მომეხდინა ეკლესიის. რომ ავტორიტეტი ეკლესიის აწეულიყო. და უკვე ეს ავტორიტეტი პირადად მის მხრებზე გადავიდა. სხვა თემები საქართველოში ამერიკის საელჩო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1, B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრება $15,000 ოდენობის დეპოზიტის გადახდა. გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი. განცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდი დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ, ვიდრე ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ. მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხმიანება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგრანტო თანხის დაწესების თაობაზე. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო რეგულაციები. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე სამწუხაროდ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც ამერიკის შეერთებული შტატების მხარის მიერ იქნა განმარტებული. ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე. ევროპის სახალხო პარტია 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაფართოებულ სამიტზე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინის საკითხს ეთმობა მოკლე თავი, სადაც იკითხება, რომ უკრაინაში კორუფციულ პრობლემებთან ერთად პრობლემებია მედია თავისუფლების მიმართულებითაც. საუბარია ევროკავშირში უკრაინის გაწევრების პერსპექტივაზეც. ამ განცხადებაშივე მიუთითებენ, რომ მხარს უჭერენ დამსახურებაზე დაფუძნებულ წევრობას. განცხადებაში არც რუსეთზე და არც რუსულ აგრესიაზე არაფერია ნათქვამი. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
უკრაინის შიდამდგრადობა მოითხოვს პოლიტიკურ ურთიერთობას, პლურალიზმს და ინსტიტუციურ ბალანსს, ვინაიდან კანონის უზენაესობის დაცვა ომის პირობებში კვლავაც აუცილებელია. ამ მხრივ ჩვენ ხაზს უსვამთ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების დაცვის აუცილებლობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის დამსახურებაზე დაფუძნებული წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში ეთერს თეა სიჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.